საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს 7 დეკემბერი არის, დაანონსებული აქცია, რომელიც იყო კონსერვატორების მიერ თბილისის ცენტრში, რუსთაველზე ჩატარდა და მოკლედ მინდა ამ ყველაფერს გამოვეხმაურო და აი ამ არათუ მარტო აქციის მომენტ ზოგადად ეს ყველაფერი განვიხულიოთ გლობალურ ჭრილში რა, აი ბოლო უკანასკნელი უახლესი ისტორიის მოვლენებიდან გამომდინარე და ნუ როგორც ნახეთ, ყველამ ნახა, რა თქმა უნდა, იქ იყო ხალხი შეკრებილი. არ ვიცი ახლა ზუსტად მე რაოდენობით ახლა 6000 იყო, 7000 იყო, ვერ ვიტყვი, მეტი იყო, ნაკლები იყო, აქედან ახლა ძნელია მაგის საუბარი, თუმცა რა თქმა უნდა, სახელისუფლებო პროპაგანდა და სახელისუფლებო გამправებლები ეს მოღალატეები, სულ ყველა, აი მაგალითად ეს ერთ-ერთი ეს ხელისუფლების კოცების საკვებში გამოზრდილი ეს ვაჟბატონი ახლა რო ბლოგერობს, ამბობს, რომ 1500-მდე ადამიანი იყო და როგორც ჩვევიათ ეს დინარაძის უწყებას დრონის აფრენა და გადაღება ამ, რა ქვია, კადრების და შემდეგ ამით საუბარი, რომ აი თქვენ თავებს ითვლის, ახლა საერთოდ არ აინტერესებს ხელისუფლებას პროტესტი რას ეხება და როგორ ეხება. მთავარი არის ხელისუფლება არ დაინახოს ძალა და საშიშროება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომ მათთვის მთავარი არის თავების დათვლა. ამიტომ სანამ ისინი თავებს ითვლიან და ხედავენ, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ, მანამდე შეუძლიათ გემრიელად გააგრძელონ ცხოვრება. ერთი მარტივი გამოსავალი ხალხო, აი თუ ვინმეს გინდათ დღევანდელ ხელისუფლებას, დღევანდელ კოდს თუ ვინმე გინდათ ესაუბროთ, ამათთან ზნეობა, მორალი, კანონი, წარსული, ადათი, წესი, ტრადიცია ეს ყველაფერი დაივიწყეთ. კოდსთან სასაუბროთ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ენა. ძალა და გინება. უნდა უტყა და უნდა აგინო. რომ იმ წუთში უხსნა თუ რატო უტყამ და რატო აგინებ. სხვა შემთხვევაში ამ ადამიანებთან ნებისმიერი სასაუბრო ენა ეს არის წყლის ნაყვა. ამათ ენას ძვალი არა აქვს ხალხო. ამათ ენას ძვალი არა აქვს, არც ეკნებათ მომავალში რო იცოდეთ. მთავარი არის იყოს ბიძინა, იჯდნენ თანამდებობაზე, მთლიანად გაყიდონ მთელი საქართველო. თუ გინდა მაგათ არ შეექმნათ არანაირი პრობლემა. აი როგორც ხედავთ, არა მარტო ეს ვიღაც ახლა სიტყვაზე ვიღაც პროკოცი ბლოგერი თუ აიცი ვინა ეს მათი ის უბრალოდ კარგად ვიცი ვინცაა, არ მინდა ახლა არღის ამ პიროვნებაზე საუბარი და თვითონაც კარგად იცის ვინა ვარ და შენთვის ჯობია ჩუმად იყო ჩემთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში მე ჩემი მითქვია და არჩენს შენ თვითონ ელოდე შენ თავს აი ტელევიზია რომელიც ჯერ იყო ნაცების დროს და ხელისუფლების ასე რომ ვთქვათ სიმბოლოდ რჩებოდა ნაც ტელევიზია, გულისამრევი პროპაგანდონების ტელევიზია ნამდვილად. შემდეგ კოცების პერიოდში ბოლო წაართვეს ნაცებს და გაქოცდა ეს ტელევიზია. იგივე საუბრობს ახლა რუსთავიორი და ხალვაშის ტელევიზია აბა რას იზამს და რას გააკეთებს, თავის ტრადიციას არ ღალატობს. იგივე დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ახლა ჭუტა პირველი, ყუტა მეორე და მსგავსი ასევე ანტიქართული ტელევიზიები ამ ყველაფერს არ გააშუქებდნენ, გააშუქებდნენ ყოველთვის ეს მედია ტექნოლოგია არის პირიქით ცუდი კუთხით, საშინელი კუთხით და რაოდენობის სიმცირით და ასე შემდეგ. ეხლა რატო ვლაპარაკობ, რა ჩემო კარგებო. ნუ აქ წერთ რომ ბევრი ხალხი იყო, ასე იყო, ისე იყო. მოდი ერთ რაღაცას გეტყვით რა. ერთ ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით, ეხლა მე ვარ თქო ეს თქვენს კარგად იცით, ხო? მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ხალხის რაოდენობა ნამდვილად იყო და ვინმე მართქვას, რომ ეს მიუხედავად არა მაქვს მე ახლა ამ თემაზე საუბარი, დადგება დრო ამ თემაზე შედგება საუბარი. იყო იქ არ იყო ეს პარტიული მხარდამჭერები, იყო ზოგადად გულანთებული ქართველობა, რომლებმაც თვითორგანიზება გააკეთეს და ჩამოვიდნენ. უამრავი ჩემი მეგობარი იყო ჩასული, როგორც თბილისიდან ისე რეგიონებიდან და იყვნენ ამ აქციაზე და კარგად ვიცი რა როგორ იყო და რა სიტუაცია იყო ახლა, ხო? ამიტომ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. რამდენიც არ უნდა ყოფილიყო ახლა ჩვენ თავების დათვლას თავი დავანებოთ. დავსვათ ერთი ელემენტარული ლოგიკური კითხვა. 10,000 ყოფილიყო, 12,000 ყოფილიყო.
20,000 ყოფილიყო. სიტყვა 30,000 ყოფილიყო. ეს მთელი საქართველო. თქვენ გონიათ რომ ელემენტარულს კითხვას ვამ ამ ყოფნა არ ყოფნის საკითხთან დაკავშირებით რომელ საკითხთან დაკავშირებითაც ერიდაბერი ერთიანი უნდა იყოს, რომ ქართული მიწის გაყიდვა არ შეიძლება და ვინც ქართული მიწას ყიდის, ყველა მოღალატე არის. და მით უმეტეს თან ამ რაოდენობით და ამ ჩამოსახლებებით და ამ ყველაფრით, თქვენ გონიათ ეს საკმარისი იყო? აი ვინმეს გონია რომ ეს საკმარისი იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით? არ არის ასე. თანაც თითქმის 1,5 მილიონიან ქალაქში. თვითონ თბილისში, რუსთავი იქვე არის, ნუ ირგვლივ ახლა მცხეთა დანარჩენი ის. გონიათ ეს საკმარისი იყო? ეს 1%-იც არ გამოდის იმ ახლოს ცხოვრები მოსახლეობის, რომელიც უბრალოდ იმ ლოკაციაზე ცხოვრობს და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რაიონებიდან და რეგიონებიდან იყო ხალხი ჩამოსული. ეს არის ტრაგედია ხალხო. ეს არის მაჩვენებელი იმისი, რომ ამ ხალხს ეს თემა ან საერთოდ არ აინტერესებს, ან ისე არის შეშინებული და ისე ეშინია ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღება, რომ კი შეიძლება აქ Facebook-ზე სადღაც კომენტარს წერდეს და გეთანხმებოდეს, რომ ქუჩაში არ გამოდიოდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რომ წვიმა ხალხო დამიჯერეთ ერთი რაღაცა გაიგეთ. ეს არ არის რაღაცა თამაში. ეს არ არის თამაში და ეს არ არის რაღაცა ისა. ჰაერზე ლაპარაკი. ეს სიკვდილის სიცოცხლის საქმე არის და ადამიანი, რომელიც წვიმის გამო არ გამოვა სამშობლოს გულისთვის, ქუჩაში თუნდაც 2-3 საათი დადგეს, იქ მისნაირების გვერდით, ნუ გექნებათ თქვენ ფიქრი, რომ ის ადამიანი ბრძოლაში წამოვა. ამიტომ წვიმას მადლობა უთხარით პირიქით. წვიმას მადლობა უთხარით პირიქით, რომ ისა რა ქვია, ეგეთი ნაგავი ადამიანები წვიმის გამო არ მოვიდნენ. მაცალეთ რა ხლა ერთ წუთი მე მაცალეთ საუბარი რასაც საუბრობ. მე ვსაუბრობ საერთო ერის პრობლემაზე და არ ვსაუბრობ ვინმე კონკრეტულ პირებზე. მე ვამბობ ერთ მარტივ რაღაცას. ყველას ილუზიები მე მგონი წესი და რიგი დამსხრეული უნდა კონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ხდებოდა დაახლოებით 10 წლის წინ 11-12 წლის წინ იგივე მოხდება დღეს. და რას გულისხმობ? გულისხმობ საქართველოში მაშინ პირველად შემოგდებული LGBT-ების ტაშფანდურს და როდესაც 100,000 თბილისელი გამოვიდა ქუჩაში და რამხელა ამბები იყო ატეხილი, მე მგონი ყველას კარგად ახსოვს, თუ ვინმეს არ ახსოვს, ჩაწეროს YouTube-ში და გაიხსენოს ეს ყველაფერი, ყოველგვარი ორგანიზატორების გარეშე, ყოველგვარი ხალხის გარეშე. გავიხსენოთ თუნდაც იგივე 2017 წელი, როდესაც 2017 წელს ქართული მიწის დაცვის შესახებ იქნა შეკრებილი ჯგუფი, არ ვიცი ხსად არიან იმ ჯგუფის წევრები, რაიც უმრავლესობას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ამ პრობლემაში ხედავდნენ პრობლემას და ახლა ვერ ხედავენ. ახლა ვისაც ეხება ყველა ვინც მაშინ იღებდა ხმას, აქ არ არის 1 და 2 ადამიანი. ვინც მაშინ იღებდა ხმას, ახლა ლაკორიაშია შემძვრალი, ყველას გეხებათ. ყველას ახლა ვერ ხედავთ, ხო პრობლემა, მაშინ ხედავდით. და კარგად გაიხსენეთ მაშინ თუნდაც 20,000 ადამიანამდე იყო გამოსული უცებ სპონტანურად ერთ საკითხთან დაკავშირებით უმსვლელობა, რომელიც ჩატარდა აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მეტროსთან მსვლელობით. გადახედეთ კადრებს, გადახედეთ. ნუ რა თქმა უნდა ის მასშტაბური არ იყო, როგორი მასშტაბებიც იყო, თქვა 2013-ში 100,000 ადამიანი არ ყოფილა, მაგრამ მაშინ არც ის პრობლემა არ იდგა, რომ ქართული მიწა ასე ამხელა რაოდენობით იყიდებოდა და ამხელა რაოდენობით ჩამოსახლება ხდებოდა იმაში, რა ქვია, უცხოტომელების. ეს საშიშროებაც ესეთიც არ იდგა. წვერწი. მე გაიხსენეთ ერთი თეთრი ხმაურის მოძრაობის ამბები იყო, როდესაც ვინც იქ ტაშფანდურს ატარებდა და ვინც ამათ გარეთ ვიდექით, როდესაც გახარია მივიდა და ბოდიში მოიხადა. და ავტობუსებთ რო გაიყვანეს, რომ ხალხს არ ჩაიქოლა იქ თავის სპეცრაზმიანად და არ მიაყოლებია ის მოტაშფანდური ჯგუფები. კარგად გახსოვთ. ხო. ეხლა მაშინ რომ მდგარიყო ეს პრობლემა, რომ ამდენი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა იყიდება, ამდენი 10,000-ობით არაბი სახლდება, თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში რა ამბავი იქნებოდა? მაგრამ გავიდა მას შემდეგ 12 წელიწადი, ზოგიდან 7 წელიწადი, ზოგიდან უფრო ნაკლები და აღმოჩნდა ის, რომ ქვეყანაში მასა, რომელსაც ქვეყნის დარდი ქონდა, ქვეყნის ფიქრი ქონდა, რაღაცნაირად აღარ იკრიბება. აღარ დგება ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ამას აქვს ორი მიზეზი.
მიზეზი ერთი, როდესაც გასული არის ხალხი ქვეყნიდან და რატომღაც სამწუხაროდ ზუსტად ის რაოდენობა არის ძირითადად გასული, რომლებაც ქოცების ბოზურ სისტემაში, რომელიც ააწყვეს რეალიზება ვერ მონახეს, ვერ ნახეს, არ დარჩა პატიოსანი წესიერი ადამიანისთვის, პატრიოტი ადამიანისთვის ქვეყანაში არსებულ, რომელსაც სამშობლოც უყვარს და ქვეყანაში ცხოვრებაც უნდა. არ დარჩა ამ ხალხისთვის. წავიდა ეს ხალხი ზოგი სამუშაოდ, ზოგი პოლონეთში, ზოგი ამერიკაში წავიდა, ზოგისაც წავიდა, ეს ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი რომ ხალხი გაწბილდა, იმიტომ რომ ყოველ აი ამ მოვლენებს შემდეგ ცუდი გაგრძელებები მოყვა. ფსევდოპოლიტიკური ლიდერებიდან, რომელსაც ფსევდოპოლიტიკურმა ლიდერებმა დღეს რო პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. იგივე მიწის საკითხთან დაკავშირებით და ასე შემდეგ გაწბილეს ეს ხალხი. აი ეს ორი ძირითადი ფაქტორია, თუ არავის არ შეძულებია სამშობლო და არავის და რა თქმა უნდა უფროსი თაობა ახლა მის თაობათა ცვლა მიმდინარეობს და იზრდება ქვეყანაში ანტიეროვნულად აღზრდილი თაობა, რომლებიც გამოვლიან და პლანის მოწევის გულისთვის და ბარიგის დაჭერის გულისთვის რამის რევოლუციას მოახდენენ და ვისთვისაც სამშობლო ძვირფასი არის და ვისთვისაც მამულიანა სარწმუნება ძვირფასია, ეს კატეგორია მცირდება. ხო, აქედან გამომდინარე ვინმე ეს კი არა, რა ქვია, ჯერთი აჩემება და აკვიატება კი არა, ვინმე კი არა ეტენება და ვინმე კი არა ეკიდება. მარტივი არის. რა სჭირდება ვინმეს იმის თქმა, რომ ქართული მიწის ირგვლივ გაერთიანება არის აუცილებელი. აუცილებელია. და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ისედაც რო არ იყოს კრიზისი ქვეყანაში. და მე მეორე. აქ ვინმეს აკვიატება არ არის, რომ იქნას ერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ისი არის დაცლილი და ისი არის დაგსაქსული საზოგადოება და ისი არის გაფანტული. ეს მუხტი, რომელი მუხტიც არსებობდა ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილის და ღმერთმა დააგლოცოს ქოცების ძალის მეშვეობით ამ მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ ვერ დგება ერთად და ვერ იკრიბება. ვერ დგება ეს ხალხი და ვეღარ იკრიბება ერთად, იმიტომ რომ ადრე აი ამ მიზეზებიდან გამომდინარე თუ ყველას აერთიანებდა ეს პრობლემა, ახლა არის რაღაცა ლიდერომანიები, ახლა არის რაღაც ჯგუფები ეს და არა მოდი მე გადავარჩენ ქვეყანას, ამიტომ გითხარით გასაგებ ენაზე. ამიტომ იყო გასაგებ ენაზე ყველასთვის ნათქვამი. მთელი ამ ხნის მანძილზე და ენაზე ტყავი გადამძვრალი მქონდა მე პირადად და არა მარტო მე. საჭირო არის ერთობა. საჭირო არის გაკეთებული იქნას განცხადება სასულიერო პირებიდან, არა ერთეული სასულიერო პირებიდან და არა თუნდაც 10-ეული სასულიერო პირიდან, რომ ის ქართული მიწა არ იყიდება. ამას სჭირდება ოფიციალურად განცხადება სინოდის მიერ, საპატრიარქოს მიერ, დიახ, ქართული მიწა არ იყიდება. და ეს რო გკითხოთ ხალხმა, რომ პატრიარქის სიყვარულში ვენებს იჭრით და გაგიჟებულები ხართ სამშობლოს სიყვარულზე და ქართული მიწის გულისთვის რო ხედავთ ელემენტარულად, რომ პატრიარქის ნათქვამი სიტყვა არ სრულდება, ამ დროს რატო არ გიჩნდებათ კითხვები, რომ რატო არა არის თუ არა ღალატი იგივე იმ სინოდში. არის იგივე იაკობ ამოღალატე. იყო თუ არა იმ სინოდში შემძვრალი თავის დროზე პეტრე ცაავა და სხვა ის ნაციონალი მამაოები თუ ისინი ვინც ახლა გარეთ არიან. ისინიც სინოდის მოსასხამით იყვნენ ისინი რა ქვია, შემოსილები. რატო არ გიჩნდებათ ეს კითხვა? და ახლა ვინმეს აქვს ერთმანეთის ჭამის დრო? და ერთმანეთის შეურაცხყოფების მიყენების და ერთმანეთის ლანძღვის, ფურთხების და ასე შემდეგ? ხო და სამწუხაროდ ვიყავი მართალი და სამწუხაროდ ვარ ახლაც მართალი. ნეტა არ ვიყო მართალი და ნეტა ვწდებოდე. ამ პრობლემას ვინმე ვერ მოაგვარებს ცალ-ცალკე ჯგუფ-ჯგუფად. მე ასე, მე ისე, მე ასე, მე ვიზა, მე ამას შევსვლი. ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას ვერც ალტინფო, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს ვერც პატრიოტთა ალიანსი, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს ვერც ქართველთა ჩვენი გაერთიანება, ამას ვერავინ ვერ მოაგვარებს. ცალ-ცალკე. არ ვერ მოაგვარებს ვერც ერთეული სასულიერო პირები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სჭირდება ერთობა. ხო და ვინც ამ ერთობის წინააღმდეგ მოქმედებთ და ვისაც ეს ერთობა არ გინდათ. აი მიიღებთ ამ შედეგს. მე ახსნილი მქონდა დეტალურად ეს ყველაფერი როგორ ხდება. ეს ყველაფერი ხდება ისე როგორც მოხდა გარეჯთან დაკავშირებით. როგორც მოხდა გარეჯთან დაკავშირებით. როდესაც გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით დაიწყეს
ცალკეულმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური ქულების მოგროვებისთვის ამ ყველაფრის გამოყენება, ცალკე ხელისუფლებამ გამოიყენა ეს ყველაფერი კარგად თვითონ გარეჯის დაცვისთვის, რაღაც რუკა აღმოაჩინა და ესა რა ქვია თქვენ ავად ხო არა ხართ ქალბატონო დალი ისეა? ავად ჯანმრთელობის ცნობა გაგაჩნიათ? თუ თქვენ ჩვეულებრივი მოღალატე ხართ. ხო და მაშინ დამიდასტურეთ ის, რასაც წერთ. და მაჩვენეთ ჩემი ნალაპარაკები და ჩემი ნალანძღი და ნაგინები. მაჩვენეთ. თუ არა რატო პროვოკატორობ, თუ ხელისუფლების ნასეტკა არა ხარ და შემოვარდნილი აქ. ხო და მოკლედ ახლა მე ამდენ დებილს არ ვაქცევ ყურადღებას ვინაც დაწერს აქ. გიჟი თავისუფალია და პროვოკატორიც თავისუფალია სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. დღეს რა არის გამოსავალი და ვსაუბრობ აგერ. გამოსავალი არის ერთი და მარტივი. და მოხდა მაშინაც ზუსტად ის რაც მოხდა დავით ქარიჩთან დაკავშირებით, ის ხდება დღეს. გამოვიდა მაშინ ჯაღმაიძე, დაიწყო არანაირი პრობლემა არა ქარიჩთან დაკავშირებით მოგვარებულია. მე როდესაც აზერბაიჯანელებმა მიიტაცეს იქაობა, ჩამოვიდა და განაცხადა მე ესეთი რაღაცა რომ არა უბერთუბანი და ჩიჩხიტური და აღდგომის ტაძარიოს ჩვენი არ არისო, გაჩუმდა ყველა და ჩვენ რომ მივედით და ხმა მოვიღეთ მაშინ 1000 სიბინძურე და 1000 ტალახი გვესროლეს და დღესაც ხდება ეს ყველაფერი ამ მოღალატეების და ამ ნაძირლების რომლებიც მოკალათებულები არიან ზოგი საპატრიარქოში მთავრობაზე უკვე საუბედუროთ თავრობაშიც და ბევრ იმაში პოლიტიკურ ელიტაში მათი საქმე კეთდება. ხო და დაანებეთ ამ ცალკე იმის ქვეყნის გადამრჩენებლობას ყველამ თავი. დაანებოს ყველამ თავი. გამოსავალი იყო ერთადერთი რამ და გამოსავალი არის დღემდეც ერთადერთი რამ სანამ ეს ყველაფერი მომხდარა. გამოაცხადოს ყველა მორატორიუმი ყველაფერთან დაკავშირებით, თუ თქვენთვის ძვირფასი არის სამშობლოს მიწა, თუ თქვენთვის ძვირფასი არის სამშობლო, თუ ეს არ გაკეთდება, არაფერი არ მოხდება. აქ მე რატო ვლაპარაკობ ამას? მე არ მომიღია ხმა, პირიქით ყველას ყოველთვის მოუწოდებ და მოუწოდებ, რომ მიწების გაყიდვის წინააღმდეგ, ქართული მიწების გაყიდვის წინააღმდეგ ყველა აქციაზე წავიდეს და დაანებოს ყველაფერს თავი. მიწა თუ ადამიანს არ აერთიანებს იმის მე ქართველობის და იმის ტრადიციულობის და იმის არ მიჯერა არაფერი და თუ მაშინ ნახულობენ მიზეს ერთმანეთთან ჩხუბისთვის და ანგარიშების გასწორებისთვის. გამოსავალი არის ერთადერთი ყველა ადამიანმა რომლისთვისაც ძვირფასი არის ქართული მიწა, ვისაც გააჩნია ავტორიტეტი, ვისაც გააჩნია მსმენელი, პარტია იქნება, სასულიერო პირები იქნება, თუ ვინმე იქნება, გამოცხადდეს ერთი დიდი პლატფორმა და ამ პლატფორმაზე შეიქმნას ერთობის კომიტეტი, რომელი ერთობის კომიტეტიც გადაარჩენს საქართველოს ყველა ნორმალურ ქართველს გააერთიანებს ამ უბედურების წინააღმდეგ. თუ არა დამიჯერეთ, ეს პრობლემა ისე იქნება მოუგვარებელი, ისე ლამაზად ჩამოგისახლდებიან არაბები, ისე ლამაზად გაიყიდება ქართული მიწა და ისე ლამაზად მოხდება ეს ყველაფერი, როგორც მოხდა დავით გარეჯთან დაკავშირებით. ხო, ღმერთის იმედად დარჩენილი ქვეყანა, აი ესეთი იმედო რისი თქვა მინდა ძმა, იცი? ღმერთის იმედად როდესაც ხარ, მაშინ უნდა იცოდე რა, იცი? მთელი შენი ცხოვრება და ყოველ შემთხვევაში რაღაცას რწმენისთვის და სამშობლოსთვის აკეთებ. როდესაც შენ მთელი მასა მოსახლეობა ამ ყველაფერს არ აკეთებს და მარტო ღმერთის იმედათა, ასეთ შემთხვევაში ჩემოგარგო, ხო? არასდროს არ გამოიღებს ღმერთი წყალობას. შენ თუ გადარჩენა არ გინდა, თუ ქართველებს ამ პრობლემის მოგვარება გვინდა, ჯერთი აქციით ეს პრობლემა მარტო არ მოგვარდება. მიტინგით შეუძლებელია ეგ ყველაფერი ესა რა ქვია მოგვარდეს. მიტინგი არის დაფიქსირება საზოგადოებრივი განწყობის და რა დაფიქსირდა დღეს საზოგადოებრივი განწყობის მაქსიმუმი ავიღოთ 10,000 ადამიანის მეტ მთელი საქართველოსთან ეს პრობლემა არ ადარდებს. ამას ჭირდება როგორც სამართლებრივი დავა, ამას ჭირდება როგორც აქცია, ამას ჭირდება მოწოდება და 1000 რაღაცეები ჭირდება, რომ ეს ჭირი ჩვენ მოვიცილოთ. თუ რა თქმა უნდა გვინდა რომ მოვიცილოთ ახლა თუ მარტო გვინდა რომ ელემენტარულად კომენტარები ვწეროთ და ესე შემდეგ და ესე შემდეგ, ასე არ გამოვა არაფერი. ასე გაიმარჯვებს მხოლოდ მტერი, როგორც გაუმარჯვებია და მტერი, ჩვენი ქვეყნის მტერი არის ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ივანიშვილის და თავისი კოცბანდის და ნაცკოცბანდის ესა რა ქვია
მეთაურობით და ეს იქნება შედეგი. მივიღებთ აი ამ შედეგს, ესეთ ტრაგიკული შედეგი იქნება და ეს იქნება ბუნებრივი. აიგეთ? და როდესაც ნებისმიერი ადამიანი ამ დროს მიზეზს ძებნის იმისთვის, რომ ერთი მეორის გვერდით არ დადგეს და ეს არ გააკეთოს და ის არ გააკეთოს და ამას ის ეძახოს და შეიძლება ათეისტი იყოს ადამიანი, საერთოდ არ წამდეს არც ერთ რელიგიის, მაგრამ სამშობლოს მიწა უყვარდეს. და არ უნდადეს აქ უცხო ტომელების ჩამოთესლება. და ამის გულისთვის არ დადგებით იმის გვერდით? არ დადგებით. თავს ნუ იგიჟებთ ეს ზოგიერთები ამ რწმენებთან დაკავშირებით, რომ ვითომ დიდი მორწმუნეები ხართ. არა ხართ დიდი მორწმუნეები თქვენ, არ ქვია ამას სარწმუნოება. მე გეუბნებით ელემენტარულად იმ პერიოდში, მაშინ ისე იყო შეშინებული ხელისუფლებას და ისე იყო რეჟიმით და ისე იყო ეს შემოთესლილი ორგანიზაციებიც, ხმას ვერ იღებდნენ. დღეს აი ელემენტარული მინდა გაჩვენოთ. ამას მე ცალკე გაჩვენებთ. აი ეს თურქი. რომელიც საქართველოში არის პირდაპირ თურქული სპეცსამსახურების დასმული თურქეთის საელჩოს მიერ დაქვემდებარებული, რომელიც აქეთ გულანძღავს, გვაგინებს და შეურაცხყოფას გვაყენებს და ქრისტიანობას გვასწავლის და მისი პაგერა მონიშნულიცაა პირდაპირ, რომ მის გვერდზე 1000 სიბინძურეებს წერს, რავი, ჩემ დაჭერას ითხოვს, რავი, თურქულ სპეცსამსახურებზე გადაცემა, ფეხებზე კიდიხარ, შენს, სულ ფეხებზე მკიდე შენ თურქეთიც, შენი სპეცსამსახურებიც და ყველაფერი მაგარი მახატია რა. არ მაინტერესებს. ჩემთვის სამშობლოა მთავარი და უფალი. ხო, და გამოდის აგერ და თავისუფლად ამბობს, რომ თურმე იმ ჯვარზე მიყენებული შეურაცხყოფა, რომელიც ჯვრის უღელტეხილზე ხევში გაკეთდა, აი ამ ვაჟბატონის გაკეთებულია და თუ ვინმე არის ვაჟკაცი მივიდეს და მოთხოვოს პასუხი. აი ეს ახლა გაბედავდა ამას ერთი 5 წლის უკან, ერთი 10 წლის უკან, მაგრამ ახლა ბედავს. ახლა ბედავს. რატო ბედავს? თქვენ გონიათ ეს თვითმკვლელი არის? და დებილი არის? არა. ამან ძალიან კარგად იგრძნო ძალა, რომ საქართველოში ის მუხტი, რომელიც არის პატრიოტული მუხტი, ნელ-ნელა განულებისკენ მიდის. ამიტომ შეუძლია მან ესეთი რაღაცა გააკეთოს. ესეთი რაღაცა თქვას და კაციშვილმა პასუხი არ მოთხოვოს. იმიტომ ხედავს, რომ ამ ქვეყანაში თუ 2013 წელს 100,000 ადამიანი გამოდიოდა, თუ შემდეგ 20,000 გამოდიოდა, შემდეგ რა ვიცი 12-13,000 და ღიად იყო ყველა დაპირისპირდებოდა როგორც აღვერახსნელ ანტიეროვნულ, ანტიქრისტიანულ პროპაგანდას, LGBT პროპაგანდას, ასევე მიწის გაყიდვას და ასე შემდეგ. ეხლა ეს სიტუაცია არ დგას. იმუშავა ბატონმა ბიძინამ, ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინე. და ეხლა შეუძლია უსაფრთხოდ გადაადგილდეს. გააკეთა თუ არ გააკეთა, მაგრამ ორი შემთხვევაში თვითონ ამბობს, რომ მე გავაკეთე და მოდით და მომთხოვეთ პასუხიო და კაციშვილი ამას პასუხს არ მოთხოვს. აი, გეუბნებით ამას კაციშვილი. მე ამას, რასაც თვითონ ამბობს, სულ ცოტა ხანში გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით განცხადებას, მოსათხოვსაც მოვითხოვთ შესაბამისი ორგანოებიდან და საზოგადოებამაც იცოდეს, ვინ მოგვაყენა ამ ხელა შეურაცხყოფა, აი ნახეთ თუ თმის ღერთ ჩამოუვარდება. არ ჩამოუვარდება. იმიტომ ან კარგად იცის, რომ ამას გარდა თურქეთის საელჩოს, მისი სპეცსამსახურების გარდა საქართველოს უშიშროება მდინარაძის თამადობით და ბიძინა ივანიშვილის თამადობით საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ ყველაფერ ამას ლობირებს. დებილი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამას ვერ ხედავდეს, რომ ქოცების მმართველობის პერიოდში ყველაფერი შეტრიალდა. ყველაფერი უკუღმა დადგა. ნახეთ რა შეტევები იყო ეკლესიაზე კი არა, სარწმუნოებაზე. როგორი დამოკიდებულება იყო ტრადიციული ადამიანების მიმართ? როგორ ექცეოდნენ, როგორ დაგცინოდნენ, როგორ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მაშინ ერთი წივილ-კივილი ატეხეთ თქვენ, როდესაც ჩვენმა ბიჭებმა რუსთავიორზე შეურაცხყოფის მიყენების გამო ცხვირპირი დამტრიეს იქ იმის, რა ქვია, რუსთავიორის ჟურნალისტებს. და თქვენ მოძალადებო მუშტებით იცავთ ქრისტეს და ესე შემდეგ. იმუშავა ბატონმა ბიძინამ, იმუშავა. და მაქსიმალურად იმუშავა ერთ-ერთი მაგალითი მე ვარ აქ და ჩემი ძმა და ბარეური კიდე ქართველი, რომელიც იძულებული გახდა საქართველოსთან გამოქცეული იყო სხვაგან. იმიტომ რომ არ იდგომება და იმიტომ რომ ფეხებზე ეკიდა ირგვლივ ხალხს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ასე მოაწყო ეს სისტემა. და ყველაფერი ანტიეროვნული როა წახალისებული ქვეყანაში. და თუ ვინმე კიდე ვერ გაიგო.
თუ ვინმემ კიდე ვერ გაიგო, ერთობის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, მაშინ მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ მოღალატეები, ვინც ასე ფიქრობთ. რომ ამ საკითხს ერთობა არ ჭირდება და ვინმე ერთეული მოაგვარებს ერთეული ჯგუფი. ან ერთი პიროვნება, ამ პიროვნებათა ჯგუფი, არა აქვს მნიშვნელობა ანაფორაში თუ უნაფოროდ. ამის მოგვარება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ქართველი ერის წინაშე დგას სიკვდილ სიცოცხლის გამოწვევა. ეს არ მოხდება და მოხერხდება და ქართველიერი ამ პრობლემას მოაგვარებს, ან და ქართველიერი აღარ იარსებებს ხალხო. დამიჯერეთ, დარჩება მხოლოდ და მხოლოდ სერვისის ერი. იმ 70,000 კიდე 70,000 მოყვება, კიდე მოყვება 60,000 ბინა უკვე გაყიდული ქონიათ უცხოელზე. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო. დღეს რო გამოსულიყო ქუჩაში 100,000 ქართველი, 100,000 ქართველი რო გამოსულიყო ქუჩაში. ეს პრობლემა უკვე აღარ იარსებებდა. აღარ იარსებებდა და ამაზე ყველა დაამთავრებდა საუბარს. არ გამოვიდა. არ აინტერესებს. ან ეშინია. ან წვი გამოიმიზეზა. ან ვიღაცა არ მოეწონა. ან რაღაცა არ მოეწონა. აი შედეგიც. ხო და თუ ვინმეს ხო ძალიან მძიმე პერიოდი არის ახლა, ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერთან ერთად დგას იდეალური პერიოდი, რომ ყველას სახი გამოჩნდეს და ყველას საქციელი იქნას დაფიქსირებული. ყველას, აბსოლუტურად. ხო და დაიმახსოვრეთ კარგად ვინ როგორ იქცევა. ისევე როგორც პიროვნების ბიოგრაფიაში უნდა დაიმახსოვრო, სად იყო, სად არ იყო და რას ეკეთებდა. არ ვიცი ლუკა როგორც მე ვხედავ, რა ვიცი, შეიძლება მაქსიმუმ 10,000 კაცამდე, არ ვიცი, შეიძლება გადაჭარბებულად ჩანდეს ეს ყველაფერი, მაქსიმუმ 10,000 კაცამდე იყო გამოსული. თუ იყო, არ ვიცი, ვერ გეტყვი. ეს ზღვაში წვეთი. ხო და თუ ეშინია ხალხს, როდესაც ჩამოვა მუსტაფა და მუჰამედა და თავს მოაჭრის თავის კერიაზე და დედას მოუკლავს და ცოლს უხმარს თვალწინ, აი მე არ შეეშინდეს. ეგა. აი ამის თქმა მინდოდა. ამ ყველაფერზე მე დეტალურად ვისაუბრებთ და ილუზიები იმის შესახებ, რომ ცალ-ცალკე ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, დაამთავრეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დაამთავრეთ იდიოტიზმი, რომ რაღაცა ხელმოწერებით შეიძლება რაღაცა შეიცვალოს. სულ ფეხებზე კიდიათ თქვენი ხელმოწერა. სულ ფეხებზე კიდიათ თქვენი აი ნებისმიერი წუხილი და ტკივილი. მათ აქვთ გეგმა და ასრულებენ გეგმას. კიდე ერთხელ გეუბნებით, თქვენ თუ გინდათ ქოც რამე გააკეთებიოთ, თქვენ ის უნდა აიძულოთ, რომ მან ის გააკეთოს. გითხარით თავიდანვე ლაივი იმით დავიწყე, რომ მათში ხათრი, სინდისი, ნამუსი, პატრიოტიზმი, რაიმე ამაღლებული გრძნობები არ არსებობს. მათში არსებობს მარტო ფული, თანამდებობა და ბიძინა. მორჩა, მეტი პირადი გამორჩენა, პირადი სიკეთე, პირადი ვიგოდნიკობა. აი ეს არსებობს მათში მხოლოდ. თუ თქვენ გინდათ ქოცებს რამე გააკეთებიოთ, უნდა ურტყათ ცხვირპირში კეტი და უნდა აგინოთ. გეუბნებით, სხვა გზა არ არსებობს. თან უნდა უხსნა, რატო ურტყამ და რატო აგინებ. ერთადერთ რამეს, რასაც ისინი პატივს სცემენ, ეს არის ძალა. და რისიც ეშინიათ. სხვა ამათთან საუბარი სინდისით, ნამუსით, ზნეობით, ღირსებით, რამით არა. ამათში არის ერთადერთი კეთილი კაცი ბიძინა, ამათში არის ერთი წმინდანი ადამიანი ბიძინა და მისი წმინდანთა გუნდი, იმათმა იციან, რასაც ისინი აკეთებენ, ის იქნება კარგად. რეალობაში ისინი ასე არ ფიქრობენ, რომ ეს ასეა. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ირგვლივ შემოიკრიბა იმბეცილების და ავადმყოფების წრე, რომელიც მარტივად სამართავი არის მთავრობაში და პარლამენტში. და ამის მერე მათ მიერ გამართული სისტემა, რომელიც გაჭირვებულ ქვეყანაში უბრალოდ ვიღაცას არსებობს აძლევს, აი ის ხალხი არის იქ. და ყველაზე საინტერესო და ყველაზე საშიში რაცა, ეგრეთ წოდებული საშუალო ფენა.
რომელსაც ძირითადად ნაცვლად წარმოადგენს სადღაც 15% მოსახლეობის. ეს არის ყველაზე გაწვრთნილი დრესირებული საზოგადოებრივი ფენა, რომელსაც არანაირი ცვლილებები არ უნდა, იმიტომ რომ პირადი ბედნიერება და პირადი სიკეთეები გააჩნიათ. ამაში შედიან როგორც ის მუშაკები, ასევე ის მეტენდერები, აი ეს მთელი კორუფციული სინდიკატი, რომელი კორუფციული სინდიკატის მოდებული არის თავიდან ბოლომდე ქვეყანას. და მერები, მართველები, სიპები, აიპები და ასე შემდეგ. ამათ თქვენ ვერასდროს ვერ მოუგებთ. თუ მათი წესებით ეთამაშეთ. ერთადერთი რასაც შეუძლია ეს ყველაფერი ქართველი ერის ერთობა დაანგრიოს და დაქციოს. გვექნებათ ერთობა, იქნება ყველაფერი კარგად. და შეიძლება არათუ ამათი, არამედ თვით ეშმაკის დამარცხება როგორც დიდგორზე იყო. არ გვექნება ერთობა? მაშინ ძმაო აგერა. მაშინ დანარჩენი ყველაფერი არის პონტაობა, მაშინ ყველაფერი არის დანარჩენი უბრალოდ პოლიტიკური თამაში. და ეს არის და ეს. მომავალში რა უნდა გაკეთდეს და პირველ რიგში უნდა შედგეს ეროვნული ადამიანების ერთობა და მომავალში რაღაცნაირად გაკეთდება ყველაფერი. ამაზე დიდი საქმე მომავალში რომ ქართველები ერთად დადგნენ საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ტრადიციის და რელიგიის და სარწმუნოების და წინაპართა და ერთმანეთის პატივისცემით სხვა გზა არ არსებობს. სხვა გზა არ არსებობს. ხო და აი გინდათ ისე ცალ-ცალკე აკეთოთ? ფაქტია. ფაქტი აგერ გითვლით. აგერა, გაყიდული საქართველოზე პულსი არავის გაესინჯა? პირიქით. არც ისინი მოვიდნენ, არც არავის, მარტო ჩემი მამული იყიდება, მარტო თქვენი მამული არ იყიდებოდა? არც პატრიოტთა ალიანსის აქციაზე არ იყო იმდენი ხალხი, რომელიც რაღაცას შეძლებდა, არც ამ აქციაზე იყო იმდენი ადამიანი, რომელი ადამიანიც ქოცებს რაიმე საფრთხეს შეუქმნიდა. ამიტომ მორჩა და დამთავრდა. ქოცები ხედავენ, რომ ქვეყანაში თავისი გეგმით მიდის ყველაფერი. გაგრძელდა ამ გეგმით ცხოვრება. ხო, არ ვიცი, ჩემო ძმაო, მე არ მინდა არავის ყველამ თავისი აქცია თვითონ აკეთოს. ნუ აქ ნიკამ წერს, რომ მაქსიმუმ 5000 კაცი იყო. მით უარესი თუ 5000 ადამიანი იყო. არ ვიცი, მე სიმართლე გითხრა, სამების ტაძარში ყოველთვის მიდიოდნენ ყოველი აქციების მერე, ასე იყო მაშინაც მიშას წინააღმდეგადაც და მერე ის ხალხი კარგად გავიხსენოთ ახლა ის გრეჩიხები და ის მთელი ბიონაგავი, რომელიც მაშინ ხალხს ედგა სათავეში და ბრძოლის მაშინ სხვა რეალობა იყო. მაშინ მართლა შეეძლო იმ ხალხს დაემხო სააკაშვილი და ის სისტემა თავის დროზე გადაემტრია და იმის მაგივრად რომ იქეთ წასულიყვნენ. სამების ტაძარში წაიყვანეს მაშინ და ალოციეს და ასე შემდეგ და დაშალეს ნელ-ნელა მოხდი და ახლა ამ შემთხვევაში დღევანდელ შემთხვევაში არ ვიცი ახლა ბევრი სასულიერო პირი იყო და რა თქმა უნდა სასულიერო პირების საუბარი უფრო მეტი იყო იქ ვიდრე საერო პირების და ნუ რა თქმა უნდა მე სავსებით არ მიგვირს რომ დასრულდა იქ მაგრამ არ ვიცი რა გითხრათ ახლა მე პირდაპირ გეტყვი რა მე პირდაპირ გეტყვით რა ადამიანურად ლოცვა კაია ბრძოლის წინ ბრძოლაში ლოცვისთვის არავის არ ცალი ეს როგორც ისტორიული იმით ასევე საკუთარი ცხოვრებითაც მაქვს ნანახი თუ შენ ბრძოლის დროს ლოცვაზე დაიწყებ ფიქს მალიგიშვილის უფალი და გაგიყვან სამწოდვილი ქვეყნიდან ხო და ბრძოლის დროს ბრძოლა ლოცვის დროს ლოცვა ჩემი საქმე არაა კაცო ვისაც უნდა იქიაროს და ისაკეთოს და ასექნას და ისექნას ჩემი საქმე არის ერთი რაღაცა თუ არ იქნება ერთობა ქართველებში თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება ერი ბერი ერთიანი და 1000 მიზეზები გამოხდება თუ რა არა ერთიანებს ქართველებს ასეთ შემთხვევაში ასე იქნება აგერა ძალიან მაგარი ტამპლიერები ხო ხართ გაჩვენეთ მე თქვენის თურქი რომელიც თურქიც ამბობს მე ჯვარი შევღებიო აბა მივიდეს ვინმე და ერთი თმის ღერი ჩამოუგდოს არა მიზეზებს 1000 მიზეზებს მოძებნიან რომ აქეთ მოგადგნენ და აქეთ გლანძღონ და მტრის მხარე დაიგავო ქალბატონო მე ძალიან ის არა ქვია მესმის თქვენ მინდა რომ თქვენი ოპტიმიზმი გავიზიარო მაგრამ რისი დასაწყისი იყო უკაცრავად რისი დასაწყისი იყო მართლა მაინტერესებს
დღეს რო საქართველოში კომუნიკაციები არის განვითარებული და ინტერნეტი რო არის განვითარებული და კომუნიკაციის საშუალებები რო უმაღლეს დონეზეა ასული ისტორიაში არასდროს არ ყოფილა 2013 წელს 2017 წელს 2018 წელს 2019 წელს ну არც მაშინ იყო დეფიციტი სიმართლე გითხრათ კომუნიკაციების ხმა მიწვდენილი იყო მასე ვისაც მოსვლა უნდოდა და ბევრად მეტი ხალხი იყო და დღეს რისთვის თქვენ გონიათ ხალხმა ეს არ იცოდა მოსახლეობის უმრავლესობამ ეს არ იცოდა არ აინტერესებდა აბა რატო აქ ამდენი 10,000-ობით ნახვები და 100,000-ობით ნახვები ამ ვიდეოებს ვინ უყურებენ ამას ზამბიელები უყურებენ კონგოელები უყურებენ ბრაზილიელები უყურებენ მათ ესმით ქართული ვანუატუ და ის უყურებს მაკჩუ-პიქჩუ ეგრე ხო არ არის ქართველები ქართულ ლაპარაკს ქართველების მეტი რა იშვიათად სხვა ერები ამას გებულობენ ყველაფერი კარგად იცის კეთილი ინებეთ და ქართულ ენაზე გაავრცელეთ ერთობა სამშობლოს მიწისთვის ეგა ხო აი მირო შენ შემოგევლე ჩემო ძმაო ადამიანი რო იმას იტყვის რომ წვიმა უშლის ხელს რო წავიდეს აქციაზე ისეთი ადამიანი აქციაზე საერთოდ არ უნდა მივიდეს და მადლობა წვიმას ჟუჟუნას იმისთვის რომ იყო წვიმამ შეიძლება შეუშალოს ხელი რა ვიცი ახლა ინვალიდ ადამიანს რომელსაც უჭირს გადაადგილება თუ არა ნორმალურ ადამიანს რა ვიცი რა უნდა შეუშალოს ჯანმრთელ ადამიანს რა უნდა შეუშალოს ხელი მაგას ვამბობ ჩემო გობა სანამ სხვისი ხელით გველის დაჭერის სურვილი ექნება საქართველოს საზოგადოებას მანამდე ასე იქნება ყოველთვის ყველაფერი ხო აი ესეთი უსუსური ტერმინები გადავდოთ რა ეს არ არის რაღაცა ისა თუ ვინმე საპონტაოდ მიდის პირიქით ну ქალბატონო ქეთი მე ენას არაფერს არ ვერჩი არც ერთი ქვეყნის ენას არაფერს არ ვერჩი პირიქით ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა მე პირადად რო ვიცოდე თურქულიც და რო ვიცოდე არაბული და რო ვიცოდე სპარსული ენაც იმიტომ რომ უამრავ საინტერესო ამბებს გავიგებდი ბევრ რაღაცას ვისწავლედი მაგათ იმაზე მაგრამ შენ სამშობლოში უცხო ქვეყნის ენის შესწავლა იმიტომ რომ შენ ქვეყანაში რეალიზდე ეს უკვე იმას ნიშნავს რომ შენი ქვეყანაში დამოუკიდებლობა არ გაგაჩნია არ აქვს მნიშვნელობა ეს უცხო ენა არაბული იქნება ინგლისური იქნება რუსული იქნება თუ რა იქნება საერთოდ ერთობა ვისაც არ გინდათ ვიზიკო ერთობა მაშინ ნუ ახსენებთ ქართულ მიწას და ნუ პატრიოტობთ რა დაიხურეთ ქუდი და მოღალატეების საქმეს ნუ აკეთებთ ეგრეა ყველა ენას პატივს ვცემ მე იმიტომ ისა შრომით და სიბრძნით და 1000 რაღაცით შექმნილი ენასთან მე საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა კარგი ჩემოკარგებო აი იცოდეთ ეს ლოგიკურად დადგა ის რასაც ისედაც ველოდით რაც ისედაც უნდა მომხდარიყო ყველა მოსინჯა თავისი ძალებით თვითონ რას წარმოადგენს და დამატებითად იყო იქ უამრავი ადამიანი მისული დამატებითად მიუხედავად პარტიული წევრობისა იგივე პატრიოტთა ალიანსის აქცია იყო თუ კონსერვატორების აქცია იყო თუ რა იყო წევრები არ იყვნენ არც ხმა მიუწიათ არჩევნებში მაგრამ იყვნენ საკითხთან მისული ამიტომ აი ეს არის ცალ-ცალკე თუ კი ერთად დადგება ერი და ბერი მაშინ გვეშველება თუ არა და გახსენეთ დავით ქარიჩთან დაკავშირებული პრობლემები და ხელისუფლება ცნობილ მეთოდს რომელიც მუშაობს ძალიან კარგად წავიკითხე კომენტარებში ამ ხალხს არავინ არ უხსნის რომ მიწა არ იყიდება ამ ხალხს არავინ არ უხსნის იმას რომ რა ქვია უცხოელებს მოქალაქეობა არ ეცემა ამას გეუბნება დებილი ჩამოყალიბებული ავადმყოფი კოცი დედამოტყნული
დედამოწყნული, რომელმაც აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ 100,000-ის ოდენობის ქონების შეძენის შემთხვევაში, უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში საქართველოში პირდაპირ დევს კანონმდებლობაში მუხლი, რომელიც ავტომატურად აძლევს ბინადრობის უფლებას ყოველგვარი წვალების გარეშე. კარგად იცის ამ დედამოწყნულმა კოცმა, ამ ბოზიშვილმა. ძალიან კარგად იცის. ისიც ძალიან კარგად იცის, რომ არავინ სესხად არ ყიდულობს იმას. არენდით არ ღებულობს იმას. ამბობს ადამიანი 60% არის მესაკუთრე, ვიყიდე მე, ეს მიწა, ამ მიწაზე გავაკეთე სახლი, კარი, ეზო, ყველაფერი და ვყიდი. ვინც იყიდის და გამოდის ეს დედამოწყნული კოცი, ეს ბოზიშვილი, ბიძინას სიყვარულით დაბრმავებული 13-14 წლის გოგო ბიჭი რო იქნება და ნაკლს რო ვერ ხედავს და უნაკლო ინვესტიცია, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა, შენაირი კეთილი არავინ არა, როგორი ებრძვიან ქვეყნის განვითარებას და ასე შემდეგ. არავინ არ დამდგარა ვაჟა, ეხლა გაჩერდი რა, შენ შემოგევლე, ეხლა მე იმ კატეგორია ადამიანებს რო იძახიან, რომ ჩამოდი გვერდით დამიდექი ტრაკის განძრევა არ გინდა წვიმა გაშინებს გარეთ გასასვლელად მიზეზებს და შენაირი ქათამის რათ უნდა წინ ვინც მაგას იძახის რომ ჩამოდი და წინ დამიდექი და გამოყვები გმირები გაკლიათ საქართველოს ისტორიայի მაგალითი გჭირ მე იმ კაცის დედა მოვთხან სამშობლოს სიყვარულის გულისთვის რომ საქართველოს ისტორიიდან მაგალითი ჭირდება რაში ჭირდება მაგალითი გადახედოს აგერ შორს არ წავიდე და 2008 წელს გახედოს აგერ აიღოს მაგალითი ალეკონიანიდან ხო, ეს ჩვეულებრივი მოგზავნილი ხალხია. მოგზავნილი ხალხია, რომ შენი რეპუტაცია შებრალონ. ეგა. კარგი, დავიდოდოთ დანარჩენს, დანარჩენი ახლა ყველაფერს ვხედავთ და შედეგი იგივე დგება და დანარჩენი ვნახოთ რაც იქნება და როგორც იქნება. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, თუ გადააზიარებთ ამ ვიდეოებს, ძალიან კარგი იქნება. გამოიწერეთ ასევე YouTube-ის არხი და TikTok-ზე შემოგვიერთით, Telegram-ის არხზეც და შევქმნათ ალტერნატიული სივრცე თუ არა, ამ კოცურ მართვით რეჟიმში ჩვენ ამათ ვერ მოვერევით ვერასდროს.